ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დოკუმენტური მონოსპექტაკლის ილია თამდევის სული პრემიერა გაიმართა, რომელიც ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა. მონოსპექტაკლს მსახიობი ბელა კიკვაძე ასრულებს. სპექტაკლის რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი ვასო ჩიგოგიძეა. ინსცენირების ავტორი ნინია სადღობელაშვილი, სცენოგრაფი ლომგულ მულუსიძე, ხატვარი ქეთი ციციშვილი. მუსიკალური გაფორმება კი კოტე მალანიას ეკუთვნის. სპექტაკლის ილია თამდევის სული მსოფლიო პრემიერა საბერძნეთში 2024 წლის 24 ნოემბერს შედგა. ილია თამდევის სული მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების გზაზე, მისი ბავშვობის წლებიდან გარდაცვალებამდე. მადლობა მინდა მოვახსენო თეატრს მსგავსი პროექტისთვის. ემოციებით დატვირთული ვარ. ეს იყო ჩემთვის როგორც ფილოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლი. იმის მიუხედავად რომ ფილოლოგი ვარ და პირველად არ ვეცნობი ილიას ცხოვრებას და მოღვაწეობას, ასე მგონია რომ თავიდან გავიარე გზა ილია ჭავჭავაძესთან ერთად მისი დაბადებიდან წიწამურამდე და თავიდან შემრცხვა იმის გამო რომ ჩვენ ილია მოვკალით. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ სპექტაკლი ნახონ ყველამ, მასწავლებლებმა ნახონ, მშობლებმა მინდა ნახონ სპექტაკლი, რომ შვილებთან შეძლონ იმ მუხტის მიტანა, რაც დღეს ჩვენ აქედან მიგვაქვს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია თვითონმა ჩვენგანმა ნახოს ეს სპექტაკლი. ვინაიდან აქ არის უამრავი დეტალი წარმოდგენილი, რომელიც შეეხება მის ცხოვრებას და შეიძლება ეს ფართოდ არ იყოს ცნობილი. განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ჩემი თანატოლებისთვის, ვინაიდან სწორედ ახლა ვიწყებთ შემოქმედების გაცნობას, როგორც ილია და მის შესახებ და მის ცხოვრების შესახებ მსგავსი დეტალების მოსმენა იქნება გადამწყვეტი თუ როგორ შევხედავთ მას და მის ღვაწლს საქართველოს მიმართ.